მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის არხი ფეხბურთის მასწავლებელი და მე ვარ ცაგა და დღეს უფრო აქტიურად უნდა მოვირგო ფეხბურთის მასწავლებლის მანტია და წოდება რა წოდება. მაგრამ რავი, რაც კიდათ ის დაუძახე, იმიტომ რომ რაღაცა საკითხში ცოტა ღრმა ჩაძრომა გადავწყვიტე და ამაზე მინდა გესაუბრო დღეს თქვენ. ეს არის გუნდების და ფეხბურთელების სახელები, ფეხბურთელების გვარები და მათი სწორი და არასწორი გამოთქმა. ეხლა მე უბრალოდ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო და ის არგუმენტებით გავამყარო, არ ვაპირებ ვიღაცას ჩემი აზრი თავს მოახვიო და მაინდა-მაინც უთხრა რომ შენ არასწორად ამბობ რაღაცას და მე სწორად ვამბობ. არ არის ეს ჩემი მიზანი. უბრალოდ წარმოვაჩენ ჩემ აზრს, თუ დამეთანხმებით ხო კაი, თუ არა და ეგეც კაი, არ უშავს, არაფერი არ არის, არაფერი ამით არ დაშავდება არც თქვენთვის, არც ჩემთვის, ხო? ესე იგი, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი იქიდან წამოვიდა, რომ ორშაბათს უყურებდი სეტანტას YouTube არხზე live გადაცემას და იქ ჩატში ვიღაცა მიკითხა, ბოდო გლიმს, ბუდე გლიმს რატო ეძახითო? და მოკლედ ამაზე იყო ახსნა, რომ ესენი ეს არა ქვია, ნორვეგიაში ასე გამოითქმის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა მე ნორვეგიული არ ვიცი, ნამდვილად, მაგრამ ვიცი ინგლისური, სიორდონეზე. და ინგლისურში ცოტა შემილია რაღაცა ერთი-ორი სიტყვა ამასთან დაკავშირებით თქვა, მიუხედავად იმისა, რომ არ მათემატიკოსი და მაინც ენად მეცნიერი და ინგლისურის ფილოლოგი. ხო და რაც არის, ესე იგი აქ მე რაც მომხდა თვალში ლაივზე იყო ის, რომ ესე იგი იქ სეტანტას კომენტატორებმა ილაპარაკეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თემაზე ძალიან ხშირად ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა მათ სამუშაო სივრცეში და საკმაოდ ისეთი ცხარე კამათი და განხილვა ამ ყველაფრის და ახსენეს ფილ ჯაგიელკას სახელი და გვარი და მოიყვანეს მაგალითად რომ ვიღაცა ამბობდა რომ ეს არის ჯაგიელკა და სხვა ამბობდა რომ ეს არის იაგიელკა და ორივეს გარკვეული არგუმენტი აქვს თავისი, მაგალითად ის რომ ეს კაცი არის წარმოშობით პოლონელი, იაგიელკა ალბათ პოლონურში ორიგინალში იქნებოდა სწორი, თუმცა ინგლისში ცხოვრობდა, თამაშობდა მთელი ცხოვრება და იქ ყველა კომენტატორი და ყველა ფეხბურთელი და ყველა მწვრთნელი მოიხსენებდა მას როგორც ფილ ჯაგიელკას და მაშინ ჯერ კიდე არ იყო ის დრო, სადაც ესე სეზონის დაწყების წინ გამოიყვანე ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს და დამარცვლით ათქმევინებდნენ თავის სახელს და გვარს ყველას კარგად გაიგო. და ამიტომაც, ჩვენ მოგვიწია რომ ვენდოთ, ესე ვთქვათ, იქ კომენტატორებს და სხვაებს, ვისი პირითაც მოგვისმენია ფილ ჯაგიელკას გვარი. ეს ერთი კაცი, რომელზეც იყო ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა. ითქვა კიდე მერე ინგლისელ განაპირა მცველებზე ლუკ შოზე და კირან ტრიპიეზე. ლუკ შოზე ითქვა ის რომ არის შოუ, არ არის შოუ. ეს მართლა სწორია. ეს ამ შემთხვევაში ყველა გაგებით ეს არის სწორი, არის შოუ. ამას განახებ ზუსტად რატო და როგორ. და რაც შეეხება ტრიპიეს, იქ ითქვა რომ არის ტრიპიე და არა ტრიპიერი. და მე ამ მოსაზრებას ვეწინააღმდეგე, მე ვფიქრობ რომ არის ტრიპიერი და გამაჩნია ამისთვის ჩემი არგუმენტები. ერთ-ერთი უცბად ჩემი აზრის გასამყარებლად იქვე იმ ჩატში ჩავაგდე კირან ტრიპიერის გვარის ტრანსკრიფცია საერთაშორისო ფონეტიკური ანბანით, რომელიც ვიკიპედიაზე არის ხელმისაწვდომი და იმ როგორც ახლა მე განახებ ცოტა ხანში იქ ბოლოში ერი წერია, ანუ ეს იგულისხმება რომ გამოითქმის და ამაზე მივიღე პასუხი რომ არა, კი წერია, მაგრამ არ გამოითქმის. და ამას, ამ მოსაზრებას მე ვეწინააღმდეგები, არ მინდა მაინდა-მაინც არასწორად წარმოვაჩინო, ყოველ შემთხვევაში ეს არის ეს აზრი მე ესე გავიგე. შეიძლება ვცდები, არ მინდა ვიღაცის აზრი ცუდად წარმოვაჩინო და ვიღაცის ასე ვთქვათ, პირში არასწორი სიტყვები დავთესო. არ არის ეს ჩემი მიზანი, უბრალოდ მე ასე გავიგე იმ მომენტში. თუ არასწორად გავიგე, მე ბოდიშს მოვიხდი ამას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის დღეს ეს იქნება ჩემი ალბათ თავარი სათქმელი, მაგრამ იქვე პატარ-პატარა რაღაცებსაც მოვაყოლებ. ერთი ასეთი რაღაცა სანამ თავარ ნაწილს დავიწყებდეთ, მინდა კიდე ერთი კაცი ვახსენო, რომლის გვარზეც სულ იყო დავა და ეს არის დირკ კიუიტი. რაღაცა კონსენსუსამდე თითქოს მივედით ჩვენ ქართველები და არა მარტო ქართველები, რომ არის კიუიტი და ვეძახდით კიუიტს.
და ასე ეძახდნენ სიტყვაზე რუსი და უკრაინელი კომენტატორებიც და თურქულ კომენტარშიც გამიგია კვიტი, მაგრამ როცა უკვე ინგლისურ კომენტარს მოусმინე, იქ ეძახდნენ მას კაუტს და თავიდან მიფიქრე რომ ეს ინგლისელები რეებს ბაზრობენ რა, არაფრის წესიერად გამოთქმა ამათმა არ იციან. კაუტი არა ის კიდე. და გამოხდა ხანი თურმე მართლები ყოფილიყო და ჩვენ არ ყოფილვართ ასე არაფრის და მართლა კაუტი ყოფილა ეს კაცი. და არა მარტო ეს, არამედ თურმე მისი გვარის სპელინგი ყოფილა სხვანაირი. ყოველთვის ზურგზე ეწერა K-U-Y-T. ესე ეწერა ზურგზე. თურმე მისი გვარი იწერება როგორც K-U-I-J-T. და არის მართლაც კაუტ. თუ თქვენ ვიკიპედიაზე ნახავთ მის გვერდს, იქ გვარის ტრანსკრიფცია უწერია და იმ ტრანსკრიფციის გვერდზე შეგიძლიათ ეს დააჭიროთ სიმბოლოს და ჰოლანდიურად გეტყვიან ზუსტად როგორც გამოითქმის მისი გვარი. ძალიან გამიკვირდა რომ მართლაც ასე აღმოჩნდა. ხოლო რაც შეეხება ჩვენ ძვირფას ტრიპიერს, აი მე ეხლა აქ ცოტას დავპატარავდები და ვეცდები ავხსნა რატომ გავაგრძელებ მე მისთვის ტრიპიერის დაძახებას და თქვენთვისაც ავხსნა რატომ მაინდა-მაინც არასწორი არა ვარ ამ შემთხვევაში. ესე იგი, აგერ აი ხელმარცნულ დიდზე მაქვს გამოტანილი საერთაშორისო ფონეტიკურ ანბანში არსებული თანხმოვნები, აქ არის ქვევით აგერ არის ხმოვნები, ესაა ტრიპიერის გვერდი და აგერ მის ტრანსკრიფცია. ეხლა ეს ყველაფერი არის საჭირო. საერთაშორისო ფონეტიკური ალფაბეტი არის სტანდარტიზებული, ეს ყველა ენისთვის არის ერთი და იგივე და ეს გამოიყენება იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ სიტყვა როგორ გამოითქმის. ზუსტად ვიცოდეთ როგორი ბგერების თანმიმდევრობა არის, სად რა ასოს რანაირი ბგერა შეესაბამება, რომელი ასო არის მუნჯი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ყველაფერი ამისთვის არის გამოგონილი ზუსტად აი ეს საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი. და ამ ანბანში სადაც რომელიმე ასო არ გამოითქმის, იქ არაფერი არ წერია. ანუ იმისი გამოხატვა რომელიმე ასო არის მუნჯი, ან არ ითქმის, ან ეს არის რაღაცა ორი ასო ერთ ბგერას შეესაბამება, ან სამი, ხო? ამ დროს იქ ან წერია ერთ სიმბოლო, ან არაფერი არ წერია და ესე ვთქვათ, მუნჯი ასოებისთვის არაფერი არ წერია. აი ესე გვანიშნებენ, რომ ეს ასო არ უნდა გამოვთქვათ. აი ხა მოდი კონკრეტულად კირან ტრიპიერის შემთხვევას დავაკვირდეთ და ეგ მე ყველა აი ამ ასოს ხმას გამოვაცემინებ და მივყვეთ ამას როგორც აგერ წერია. აი დავიწყოთ თავიდანვე პირველი თანხმოვანი მის სახელში, სახელი გვარი ორივე თქვათ. ეს ჯერ კა აკა კიდევ ერთხელ კა აკა კი ბატონო ეს პრინციპში გასაგებია. შემდეგ აი ეს ხმოვანი გვაქვს თლად ი არა ისა და ეს შორისაა თითქოს რაღაცა, ხო? მერე ეს ხმოვანი გვაქვს კი ბატონო მერე გვაქვს აი ეს თავარი ასო ერი რა არა აი აქ არის ერთი რაღაცა აუცილებლად სათქმელი. ის არის სათქმელი რომ ჩვენ ქართველები და ზოგი სხვა ანუ ესპანელები, იტალიელები და ბევრი სხვა ერი ერს გამოთქვამთ სხვანაირად, ინგლისელები გამოთქვამთ სხვანაირად. ასო გერა რ ჩვენც არის ენა მიტანილი ზემოთ სასასთან რ, ხო, კარგად გამოითქმის. ინგლისელები ასე არ გამოთქვამენ, ისინი ბოლომდე არ მიიტანენ ენას სასასთან, ცოტა უკან არის თან ენა დაწეული პირში და არის რ. ცოტა უფრო სხვანაირი ჟღერადობა აქვს. აი ეს მერე კიდე დაგჭირდება ბოლოში ზუსტად აი რას იწვევს ეს. ხო და ეს ერი გავაგრძელოთ, შემდეგ გვაქვს აი ეს ხმოვანი მერე ნუ ν ჩვეულებრივი ესა ნა ანა შემდეგ გადავიდეთ უკვე გვარზე ტ ატა ისევ ერი რა არა ისევ აი ეს ხმოვანი მერე პ
კარგად გამოვაჩინოთ. არა, ბოდიში სხვა არის ეს, აი ეს არის. აი ეს თანხმოვანი არის, მაპატიეთ. ეს ასო მოდის შემდეგ აი რაც ის მსგავსი. მერე ისევ ეს ხმოვანი გვაქვს. და ბოდიში აი ეს ხმოვანი გვაქვს. აი ეს იგივე ხმოვანია და ბოლოში უბრუნდებით ერს. აი ეს. აი ახლა კი თავარი ის რატო შეიძლება გვეგონოს რომ ეს ერი არ გამოითქმის. ეს არის ინგლისური აქცენტის თავისებურება. აი რა არის. კონკრეტულად ინგლისურის, ანუ კუნძულზე ინგლისის სამეფოში როგორც ამბობენ, I am ears, განსაკუთრებით თუ არის ის სიტყვის ბოლოში, არა მარტო ტრიპიერის გვარის ბოლოში, მაინც ნებისმიერი სიტყვის ბოლოში. იქ ისეთი შთაბეჭდილება იქნება, თითქოს მართლაც არ ამბობენ. აი მაგალითად ტრიპიერს ამბობენ როგორც trippier. და თითქოს აი ესზე ამთავრებს ტრიპიე და ამთავრებს, ხო? ყლაპავენ ამ ერს. არა მარტო ამაში. იგივე სიტყვაზე Shira, Milner. გეგონა ბოლოში რს არ ამბობს. და ჩვენ Shireri, Milneri. არა Shira და Milna. ან Shire და Milne. ხო? და იგივე ნებისმიერ სხვა სიტყვაში, ხო? Footballer, player. ხო? ამაშიც ერი თითქოს საერთოდ არის ის ბოლოში. ბრიტანულ აქცენტში ასეა. კი ბატონო, ის არის ამ ერს ბოლოში ყლაპავენ მართლაც. იგივე ხდება ზოგჯერ სხვა ასოებზეც, მაგალითად იგივე ტე ჯეკ ბატლენდის გვარი გამახსენდა უცბად და ამაზე თქვა მაგალითად ზოგ აქცენტში ინგლისში შეიძლება ეს გვარი თქვას უდასამ როგორც ბატლენდ და არა ბატლენდ. მithუდეს ელი რომ მოდის, შემდეგ ცოტა შეიძლება კიდე განსაკუთრებით გაუჭირდეთ. ბატლენდ რო თქვა და პირდაპირ ამბობენ ბატლენდ. ანუ ამ თს არა გამოთქვამენ, მაინდა-მაინც. გოლოთელ სტოპ ქვია ამ რაღაცას. სხვა ენაში არსებობს ესეთი 100-ს, რავი, აი 100 ბერა რამდენადაა ესეც მაგასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაცა პატარა თავისებურება არის, რომელსაც იყენებენ ზოგ აქცენტში, მაგრამ ჩვენ ბატლენს ვეძახით, ხო? ანუ ბატლენს არ ვეძახით, ანუ ბალენს. ასე რომ არის გარკვეული ასოები, რომლებსაც ინგლისელები ყლაპავენ, მაგრამ ჩვენ როცა გადმოვაქართულებთ ხოლმე, იმას მაინც გამოვთქვათ. იგივე ასოები მაგალითად ამერიკულ აქცენტში ან შოტლანდიურ აქცენტში შეიძლება ბევრად უკეთესად გაიგონოთ. შოტლანდიურში ერი უფრო ესეთი არის რა შოტლანდიურ აქცენტში. ამიტომ იმათთან თქვენ შეიძლება უფრო გაიგონოთ ერი სიტყვის შუაში იქნება, ბოლოში იქნება, სადაც იქნება. მაგრამ აი ბრიტანულ აქცენტში ცოტა სხვანაირად არის საქმე. და მაგიტომაც შეიძლება გვეგონოს რომ ბოლოში ეს ერი არ გამოითქმის. სინამდვილეში გამოითქმის, წესით უნდა გამოითქვას, უბრალოდ ესენი ყლაპავენ. და ეს არის აქცენტის თავისებურება, არა მაინდა-მაინც ენის სტანდარტი. ინგლისური ენა ალბათ ყველაზე მდიდარი არის სოფლიოში აქცენტების მხრივ. ასე რომ ეს თავისებურება ამას გააჩნია. ეხლა მოდი გადავიდეთ ისეთ შემთხვევაზე, სადაც მართლა ეს ჩუმი და ისეთი ასოები გვაქვს, რომელიც არ გამოითქმის და ტრანსკრიფცია ამათი ვნახოთ, მოდი. მაგალითად აქ წინასწარ ლუკა შევალიეს ის ავარჩიე და აი აქ მოდი გავხსნათ. ოდ ესე ნუ გავხსნით. ბოდიში მაპატეკ. აი არა უშავს ესე იყოს რა მნიშვნელობა, ხო? აგერ გავხსნი რა მნიშვნელობა. აი ეს გავხსნი. აი, უკა შევალი. ბოდიში პატარა ტექნიკური შეფერხებისთვის, მაგრამ გავაგზავნოთ. აი, უკა შევალიე, აი მის გვარის ტრანსკრიფცია, აგერ გადასარევად ჩანს და აგერ ესენს გავავთქვამთ, ხო? აქ რა წერია? ლუკას შევალიე რ, ხო, ბოლოში. მაგრამ ამ ტრანსკრიფციაში ამ ესის და სხვა არ წერია არაფერი, წერია 5 ბგერა, ხო? 5 ბგერა წერია. და მოდი აგერ აი გამოვათქმევინოთ ყველა ეს ბგერა. არა პრობლემა. აი ესა ლა, ალა,
მერე ესა ერთი წუთი არ შემეშალოს ესა ü, მერე გვაქვს K, aka, და მერე აი ა ესეთი a, ლუკა და შევალიე ხო სადღაც აი აგერა sha, asha, მერე ეს გვაქვს მერე გვაქვს ვ უიღაცრავად აი va, ava, მერე ესეთი ა გვაქვს მერე ისე ლ ქვევით აგერ la, alla, ის ვარიანტში ya, aya, და e, ანუ აი ამ გვარში ბოლო ერი და აი ეს სახელში ბოლო ესი მართლაც არ გამოითქვის და შესაბამისად ტრანსკრიფციაში ამ ასოების შესაბამის ადგილზე არაფერი არ წერია. აი ამით მიგვანიშნებენ იმას რომ არ გამოითქვის. ეხლა კაი, გასაგებია ეს არ გამოითქვის, მაგრამ რას ვშვებით იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ის არის რა ქვია ინგლისელია, ხო? აი შოს მაგალითი მოვიყვანოთ, სადაც აი სწორად არის ეს ცვლილება შეტანა, რომ არ არის შოუ და არის შო. აი ეს ორი ასოა სულ გვარში შ და ო. აი გამოვათქმევინებ აგერ ისევე. აი ესა sha, asha, და ხმოვანი. ერთი წუთი. აი ეს. აი ესა შო და შემდეგი ბოდიში არასწორი ხმოვანი გამოვათქმევინე. აი ეს ხმოვანი იყო. ანუ შოს გვარი გამოითქვის ესა sha, და ესა. sha, და თუ სიტყვაზე მართლა ის არის მუნჯი ასო არის რაღაც აი ედი ჰაუს მომენტში მისი გვარი ხო გამოითქვის როგორც ინგლისური სიტყვა how როგორ რანაირად ეს ხო და ის ე ბოლოში აი ეს ი აი ეს ბოლოში ეს არ იკითხება ეს არის მუნჯი ი მართლაც რომ მუნჯი და აი კიდე ერთხელ აგერ ეს ტავერნიე მე დაგჭირდება აგერ ამოვიკითხოთ აი ესე კიდე ერთხელ ვათქმევინოთ ეს ამას არაა პრობლემა ესე იგი აი ესა ha, aha, მერე გვაქვს ჩვეულებრივი ა და გვაქვს ნახეთ აი ჩვეულებრივი უ აი ეს კიდე ერთხელ აი ha, aha, აი how ხო დაახლოებით და მომენტი სადაც აი მაგალითად მე დავუშვი ეს შეცდომა თავის დროზე იყო აი ამ კაცის სახელი ჯეიმს ტავერნიე ამ სახელი აღარ გამოვათქვევინებ მაგრამ როგორც აი აქ თქვენ ხედავთ მის გვარის ტრანსკრიფციას ბოლოში არის ისევ აი ეს ერი აი აქ შესაბამისად ეს არის ტავერნიერი არა ტავერნიე ეხლა იმდენი ხანი ვეძახით ტავერნიეს მე ამას რომ ვეღარ იმასვიდა იქნება ჯეიმს ტავერნიე მარკუს ტავერნიე ტავერნიერს ვეღარ დაუძახებ იმდენი ხანი ვეძახეთ ტავერნიე და ვიღაცამ თუ სიტყვაზე ასე მიაჩვია ენა და ყური ტრიპიეს კი ბატონო და მე 100 წელი არავის არ გამოვეკიდები რომ მაინდა-მაინც ეს არის არასწორი და მაინდა-მაინც ესე არ თქვა ისე თქვი ეს არ არის აქ ჩემი მიზანი მე უბრალოდ მინდოდა ჩემი მოსაზრების გამყარება გარკვეული არგუმენტები და შევეცადე ძალიან რომ ასე გამეკეთებინა და ნუ თუ თქვენ ყოფილი ხართ იმ არგუმენტებით რაც მე მოვიყვანე დღევანდელ ვიდეოში ძალიან კარგი და მე იმედია ჩათვლით რომ ჩემი მოსაზრებაც ლეგიტიმურია და რაღაცა სისულელეებს არ მოპარაკობ აქ მაგრამ ნუ ყველას სხვანაირად გვაქვს შეიძლება რაღაცებზე ყური მიჩვეულ და არც ესაა განსაკუთრებით დიდი პრობლემა ვიღაცა თუ უკვე მიეჩვია ამდენი ხანია შოს კი არა და შოკაი კარგად იყოს და ტრიპიეს ეძახის ხო დაუძახოს ტრიპიე ეხლა სეტანტაში ამდენი ხანია მთელი ის დრო რაც აჩვენებენ პრემიერ ლიგას ტრიპიეს ეძახიან და ახლა ხო არ გადააკეთებენ რაღაცა 6 თუ 7 წლის მერე ასე რომ მეც რაღაცა ხნის მერე შევაჩვიე ამას ყური მე თვითონ ყოველთვის ტრიპიერს დავუძახებ ყოველთვის
და საკუთარ თავთან მართალიც ვიქნები რომ თვალსისულელესაც არ ვიძახი და ტყუილში ვცხოვრობ რა და ისიც მინდა უბრალოდ ამით თქვა რომ ამ ვიდეოთი ის აზრიც მინდა გამოთქვა რომ არ არის აუცილებლად ანუ ვიღაცა აი ბოლომდე ვერ გეტყვით რომ არის ტრიპიე და არ არის ტრიპიერი და ვერც პირიქით გეტყვით რა რომ არის მაინდა-მაინც ტრიპიერი და არა ტრიპიერი. მე მაინც ამ იმაზე ვიხრები, რომ თუ გადმოვაქართულებ, ბარემ ბოლომდე გადმოვაქართულო და იყოს ტრიპიერი და რაღაცა იმ ბრიტანულად trippier-სა და ქართულად ტრიპიერს შორის ვიყოთ ანაქეთ, ანიქეთ რა. თუ ისა რა ქვია, თლად ბრიტანულზე ვართ, trippier დაუძახოთ პირდაპირ, მაგრამ სადაც შუაში ნუ გავიჭედებით. ესაა ჩემი მოსაზრება. მე მირჩევნია ბოლომდე აქეთ ვიყო, იმიტომ რომ ყოველდღიურად ქართულში, როდესაც ამ გვარს მე ვიძახ, ყოველდღე არ ვიძახი ნახდა ტრიპიერს, თვალმასაც არ გადაურებულო რაღაცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როცა მე ამ ადამიანზე ვსაუბრობ, ტრიპიერის გამოყენება უფრო მეკომფორტულება ყოველდღიურ ენაში, ვიდრე ტრიპიეს. ვიღაცა შეიძლება იყოს პირიქით, რაც აბსოლუტურად მისაღები და ლეგიტიმური არის, მე 100 წელი არავის სახში არ გავიკიდები ამის გულისთვის. ეს არის და ეს ყოველ დღეს რაც მინდოდა მე თქვა, მე მაინდა-მაინც გამსჭვალული არა ვარ ამ კომპიუტერულ ტექნიკაში და უფრო editing-ში, თორე კომპიუტერულ ტექნიკასთან არ ამიშავს. ამიტომ პატარა ჩეპეები რაც მომივიდა დღეს, იმაზე იმედია მომიტევებთ. და სულ ეს იყო რაც მინდოდა დღეისთვის მე თქვა. მე სამშაბათს, აი ახლა მოვალ სამშაბათს ავტვირთავ ვიდეოს, სადაც პატარა მიმოხილვას და შეჯამებას გავაკეთებ იმ საფეხბურთო მოვლენებისა, რომელიც განვითარდა იმ გასულ კვირაში, წინა სამშაბათიდან შემდეგ სამშაბათამდე, აი ერთ კვირაში ვისაუბრებთ იქ ჩემპიონთა ლიგაზე რა მოხდა, ეხლა აი ამ საფეხბურთო ვიკენდზე რები ხდება და სხვა თემებზე ამასთან დაკავშირებით. ხოლო იმის შემდეგ მე მაქვს განსაკუთრებული იდეა მომზადებული, რომელსაც დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე, ძალიან მინდოდა რომ სადღაცა ესე ვთქვათ გამეთავსებინა ეს ჩემი იდეა და ამ არადა და შემდეგის შემდეგ ატვირთვა იქნება საკმაოდ საინტერესო, ასე რომ თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დაელოდოთ, თუ ვაფშე ვინმე ნახავს ამ ვიდეოს, ვაფშე ოდესმე, შეგიძლიათ დაელოდოთ და რა ვიცი, ნახოთ თუ მოგეწონებათ, საინტერესო უნდა გამოვიდეს წესით აი ეს შემდეგი და კიდე ერთი ორი კაი იდეა მაქვს მომზადებული, რომელსაც ნელ-ნელა ყველაფერს დავაბდებ. შევეცდები რომ კვირაში 2-2 ვიდეოები დავდო ხოლმე და ძალიან სულ არ გამიწელოს ამით დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო არხი ფეხბურთის მასწავლებელი. მე როგორც ყოველთვის ვარ ცაგა და მომავალ შეხვედრამდე.